მოგესალმებით შუადღე მშვიდობის მიკროფონის გარეშე წერ ვიდეოს მიტევთ იმიტომ რომ დამიჯდა ორივე მიკროფონი დამიჯდა და მაგის დამტენი მე არ მაქვს Android-ის დამტენი ანუ მაგათ მოყვა ორი სატენი მაგრამ სად გაქრა ვერ გავიგე და ეს არის ანუ დამტენები ყრია ძალიან ბევრი უბრალოდ არტენის ამაზე შევაერთებ მაგალითად ანუ უმეტესობა სატენი გაფუჭებულია რა უბრალოდ ყრია ესე ანუ რამდენი სატენია იცით Android-ის მაგრამ სულ გაფუჭებულები მართლა ძალიან ბევრი სატენები მაქვს ხო და ხანდახან იქნება მოკლედ წყვეტა ვიდეოში და შრიალიც იქნება მაგრამ მაპატიეთ რა ვქნა შემდეგისთვის დავტენი მიკროფონს და ისე იმას ვიზავ თუ ლამან ესე იგი მუშაობს ნახოთ იტენება ხო მოკლედ სანამ სამსახურში წავალ ცოტას გაგესაუბრებით ესე იგი მე მგონი ამოვისუნთქე ანუ რასთან დაკავშირებით მინდა თქვენთან იცით საუბარი აი როცა ცხოვრებისეულად ზედმეტად გადაღლილი ხართ ანუ ყველა ადამიანს გვაქვს გადაღლის პერიოდები ხო მით უმეტეს ის ადამიანები ვინებიც მუშაობთ ანუ სამსახურში თუ დადიხართ თუ მუშაობთ რავი გექნებათ აუცილებლად თვეში ერთხელ მაინც ესე ვთქვათ გადაღლილობის პერიოდი აი როგორ უმკლავდებით ამ გადაღლილობის პერიოდს ეგ მაინტერესებს კომენტარებში დამიწერეთ და აი რას გრძნობთ გადაღლის დროს ანუ რა ფიქრები გიტრიალებთ თავში და ასე შემდეგ მე მაგალითად ეხლა ისეთი გადაღლილი ვიყავი რომ ყველაფერი საშინლად მეჩვენებოდა ანუ ის სამსახურიც კი კატასტროფად მეჩვენებოდა სადაც მუშაობ ეხლა მე მართალია იდეალური არ არის და ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონს მაგრამ ასე თუ ისე მშვენიერი სამსახურია რა თუმცა გადაღლილობის პერიოდში კატასტროფად მეჩვენებოდა აი ძალიან აფორიაქებული ვიყავი იმაზე რომ წამოსვლა მინდოდა სამსახურიდან მაგრამ საწავსულიყავი არ ვიცოდი ანუ მე არ შემიძლია ვერ გავძლებ ხა მე არ მიყვარს სხვისი შეწუხება სხვაზე თხოვნა თუნდაც მშობლებზე იმის თქმა რომ ფული გამომიგზავნე და ამიტომ როცა არის საშუალება ეხლა სოფელში რო ვიყავით და ჩემები ემიგრანტები იყვნენ სოფელში არანაირი საშუალება არ იყო იმისა რომ გემუშავა მაგ პერიოდშიც კი სოფელში რო ვიყავით ანუ ქალაქში ვიყავი გასული და ყველა ქსელური მაღაზიები შემოვიარე და მაგ პერიოდშიც კი მინდოდა მე მუშაობა მაგრამ რაიონში ისეთი სიტუაციაა რომ ხა აბაშაში სულ 5 მაქსიმუმ 10 ქსელური მაღაზიაა ხო და ყველგან ისეთი სიტუაციაა რომ იქ რაიონში რო ჭირს მუშაობა აი მე რომ მუშაობ სიტყვაზე რაიონის მაღაზიაში მოლარე კონსულტანტად ну ეხა მე თუ ძალიან მომბეზდა ან რაღაც მიზეზების გამო წასვლა დავაპირე ამ სამსახურიდან მე ავდგები და ჩემს ნაცნობებს ვეტყვი, ჩემს ნათესავებს ვეტყვი მუშაობა ხო არ გინდათ მე მივდივარ იმიტომ რომ ვიცი რომ რაიონში არ არის ბევრი სამუშაო და თბილისში უფრო მეტი სამუშაოებია ხო და იმას ვამბობდი რომ მართლა გადაწყვეტილი მქონდა წამოსვლა და უბრალოდ და მოვიარე რავი ქარვასლა თბილისი ცენტრალი ეს ბიბლუსი მინისო რა ქვია მაგას ტელეფონების და ტექნიკის მაღაზიები მოვიარე რომ იქნებ სადმე ვაკანსია კონდეთ თქო რა ხო და თუ რაღაცა გამოჩნდა ოღონდ როგორი ვაკანსია რა
ოღონდ ქსელურ მაღაზიას გამოვექცე და სხვაგან ნებისმიერ ადგილას დავიწყო მუშაობა, ეგრე არ ვარ განწყობილი. ან რაღაცა ისეთ პატარა სამზარეულოში მინდა მუშაობა, რომ რაღაცა კონკრეტული რამოდენიმე კერძის, რამოდენიმე საქმის კეთება გიწევდეს, ან კიდევ მინდა ესა ყავასთან შეხება რომ მქონდეს, კი იცით ყავა როგორც მიყვარს და აი ყავის ჩამოსხმა, გაკეთება, მოდუღება, დაფქვა, ეგეთი საქმეც ძალიან მიყვარს და რა ვიცი, ვეძებ ეგეთ სამსახურებს ვაგზავნი სიუს ყველგან, თუ სადმე დამირეკავენ აუცილებლად გავალ, თუ მომეწონება, თუ არ მომეწონება, ხო და რა ვიცი რა, თუ რაღაცა და უკეთესი რამე გამოჩნდა, აუცილებლად ეგრევე წამოვალ სპარიდან. ესე იგი, მართლა, ანუ იმდენად გადაღლილი ვიყავი, რომ ყველაფერი კატასტროფა მეგონა. ძალიან გადაღლილი ვიყავი. მაგრამ აი ეს 2 დღე დავისვენე მშვენივრად. თუმცა სიმართლე რო გითხრათ, აი სულიერი სიმშვიდე ნამდვილად მოვიპოვე და ფიზიკურის ცოტა რა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ისევ მტკივა ჯერჯერობით კუნთები, ხელები, ფეხები, რაღაცა. დიდად ფიზიკური საქმით მე არ ვიტვირთავ თავს, მაგრამ რა მჭირს არ ვიცი. მაინც ძალიან დანგრეული ვარ რაღაცნაირად. ესე იგი დასვენების პირველი დღე მთლიანად მოვანდომე ძილს, მართლა ძალიან ბევრი ვიძინე, მაგრამ მაინც ის ვიყავი რაღაცნაირად გამოუძინებელი. და ესა რა ქვია, სახლი დავალაგე კიდევ დასვენების პირველ დღეს. მეორე დღეს აი სადღაც მინდოდა გასვლა, სადმე ბუნებაში, თაწმინდა უკვე ძალიან ისეთი მობეზრებული, თაწმინდა არ მომბეზდება არასდროს, მაგრამ თაწმინდაზე არ მინდოდა გასვლა. მინდოდა სადმე აი ბუნებაში გასვლა და განტვირთვა. ხო და მე და თბილისის ზღვაზე გავიდეთო. გავიდეთ, თან არ ვიყავი ნამყოფი და ძალიან მაინტერესებდა. თბილისის ზღვაზე და ისეთი კარგი იყო ექაურობა, ძალიან საოცარი აურა ტრიალებდა. ძიმე აურა, ყველა ისე ცხოვრობს, როგორც დაიმსახურა. TikTok-ზე რო შემოვიდა ეს ტრენდი სისულელე რაღაც. ხო. როგორც დაიმსახურა რა, ანუ ისე ცხოვრობთ, როგორც წარმართავთ ჩვენ თვითონ ჩვენ ცხოვრებას რა. ნაწილობრივ კი ეხა როგორც ცხოვრებასაც ვიმსახურებთ, ისე ცხოვრობთ, მაგრამ უფრო რეალურად ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება წარმართოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც რა. აქ აურა. არის მართლა ძალიან კარგი მაზი. ძალიან ბიუჯეტური, ძალიან კარგი, მაგრამ მე მაგალითად მე თუ ყოველ დღე არ წავისვი ეს მაზი, აი 1-2 დღე რო გამოვტოვებ, მერე მაყრის ისევ რა და მეტყობა კიდევ ერთ სახეზე, რომ 1-2 დღე კი არა, კაი ხანი გამოვტოვე. განსაკუთრებით აი ამ ნაწილში მაყრის ხოლმე. ხო და ყოველ დღე რო წავისვა, მართლა ისე აპრიალებს კანს, რომ საოცარ ბზინვარებას აძლევს კანს, აი. მაგრამ ეს თუ ყოველ დღე არ წავისვი, მერე ისევ მაყრის. ყავა გამიცივდაო. აი, ეს მაზია ბოროპლიუსი.
ჩამიწერეთ, რა ვიცი, როგორ გიხდებათ თუ არა. ნუ აფთიაქში მაქსიმუმ 2 ლარი 2.5 რო ღირდეს რა. სხვათა შორის ლარიანების მაღაზიაშიც აქვს, ოღონდ ის ცოტა სხვანაირია რა. ანუ თავსახურზე თუ ესეთი ისენი არა აქვს რაღაცა ნახატები, ის დიდად კარგი ვერ არის. იაფიანია უფრო და მაგის ყიდვას არ გირჩევდით. აფთიაქში ნაყიდი ჯობია, რა თქმა უნდა. ხო და იმაზე გესაუბრებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავისთვის გამოვნახოთ დრო. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაცებზე ვთქვათ უარი. ანუ ძალიან ბევრ სამსახურის მხრივ ვამბობ, ეხლა ისი გამოსწორება მინდა რა. მე იმაზე, ანუ ნახეთ როგორ რაღაცა არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვიდეოში რაღაცა არასწორად ვისაუბრო, მაგრამ მე კი იცით ჩემი მიდგომა თქვენთან, რომ ან ყველაფერს გიყვებით მართლა და მე რასაც ჩემს თანამშრომელს პირში არ ვეტყვი, იმაზე ზურგს უკან არ ვისაუბრებ რა. თუნდაც ეხლა აქ რომ მე თქვენ გითხრათ რაღაცა ჩემს თანამშრომელზე, ის რაც თვითონ ჩემს თანამშრომელზე პირში არ მithქვამს, ეგ რა თქმა უნდა არ იქნება სწორი საქციელი, მაგრამ მე ვსაუბრობ იმაზე, რასაც დავაკვირდი და რისი გამოსწორებაც მინდა რა. არის ის, რომ ანუ ზოგჯერ უნდა ისწავლო უარის თქმა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, შენც ადამიანი ხარ და უნდა დაგრჩეს ადამიანს სამსახური მესმის, კი ბატონო, შენს მნიშვნელოვანია სამსახური შენი შემოსავლისთვის, ესე ვთქვათ. მაგრამ ადამიანი რო ხარ, იმისთვისაც, ანუ საკუთარი თავისთვისაც უნდა დაიტოვო დრო რა. იმის გამო, რომ უარს ვერ ამბობ, არას თქმა არ შეგიძლია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანუ საკუთარი თავისთვის, საკუთარი ცხოვრებისთვის, საკუთარი პრობლემებისთვის, საკუთარისთვის ვერაფრისთვის ვერ მოიცალო რა. ანუ ძალიან იღლები, ესე ვთქვათ, სამსახურია, სულ რო არაფერი არ აკეთო, უბრალოდ ფსიქოლოგიური მომენტია, რომ თავს აჯერებ, რომ სამსახურში ხარ და უბრალოდ იღლები, ტვირთები. ანუ ვერაფერს ვერ აკეთებ მერე. ხო და რავი რა, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან, ეს არის აი შრომას რო არ გიფასებენ რა და მაგ ესე ვთქვათ, იმაზე აუცილებლად ვამახვილებ ხოლმე ყოველთვის ყურადღებას. თუ მსგავსი სიტუაცია არის, ვერ ვიტან უბრალოდ და ზოგადად მჩვევია რა. ზოგადად მჩვევია, იმდენად მორცხვი ვარ, რომ ყველა უსამართლობაზე თვალს ვხუჭავ და ყველაფერზე თავს ვიქნევ, კი, მაგრამ ეს არ არის სწორი. ზოგჯერ საჭიროა, რომ ანუ კი მე ვიცი, რომ მართალი ვარ 100%-ით, მაგრამ მაინც ამ ჩემს სიმართლეს ზოგჯერ დამტკიცება სჭირდება რა, უბრალოდ თავს ვქნევ, კი ბატონო, კი. ანუ სხვის თვალში როგორი გამოვალ, მაგრამ ზოგადად ყველაფერზე თავის დაქნევა არ შეიძლება რა, ანუ სადაც ცოტა ისე ვიტყვი რა, ცოტა არაკულტურულად, სადაც გასატრაკებელია უნდა გაატრაკო რა, ეგრეა რა, ხო და რომ მართალი ხარ, მე ზოგადად არ მიყვარს ადამიანი რო ამბობს თეთრზე შავიო, არ მიყვარს იმის დამტკიცება, რომ არ არის შავი, თეთრია თქო. ანუ არ მიყვარს რა რაღაცის დამტკიცება. მე ხო ვიცი, რომ მართალი ვარ და მე ხო ვიცი, რომ ესეა და რატო უნდა ვიშალო ნერვები რაღაცის დამტკიცებაში. მაგრამ როცა შენ იცი, რომ მართალი ხარ, ზოგჯერ საჭიროა, რომ რაღაცეებზე ხმა ამოიღო. რომ არ გადაგიარონ, ესე ვთქვათ და ამას ზოგადადაც ვსაუბრობ, ანუ ეხლა ძალიან ავირე, უფრო ზოგადად ვსაუბრობ.
ჩემს სიტუაციასაც გეუბნებით და თან ზოგადად რა როგორ არის, მაგასაც გეუბნებით, რომ გაითვალისწინოთ. ხო, ეგრეა რა. არასდროს არ დახუჭოთ თვალი. რაც არ მოგწონთ, ყოველთვის თქვით, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, თქვენი სიმართლე აუცილებლად უნდა ესე ვთქვათ და დააყენოთ წინა მხარეს. ეგრეა საჭირო. ხარ აუცილებლად ამოიღე ხმა. ვიდეოს ბოლოს ჩაგისვავთ იქ გადაღებული მას რა, თბილისის ზღვაზე გადაღებულ პატარ-პატარა კადრებს ძალიან ქარი იყო და ვერაფერი ვერ გადავიღე. ნუ არც მქონდა სურვილი. ისეთ კაი ადგილას ვიყავი მართლა, იმდენი ვისეირნეთ, რა კარგი ვიდეოების გადაღება შეიძლებოდა ხო სეირნობის პროცესის, მაგრამ მე გადავიღეს უბრალოდ სულ 5 ვიდეო. ისიც მარტო ბუნებას და მარტო ხედებს უღებ ვიდეოს, თორე არ ვსაუბრობდა არაფერი. ანუ რა კარგი ვლოგების გადაღება შეიძლება და მე აი ესე გამოკეტილი ვარ სახლში და აი ესე სულ ერთი და იგივე იმაში ვზივარ და ყავას ვსვავ და თან გელაპარაკებით. ბოლოს ჩაგისვავთ იმას, რა ქვია, კადრებს, მართლა ძალიან კარგი იყო. ძალიან ბევრი ვიბოდიალეთ, ვიარეთ თბილისის ზღვაზე, ეგეთ ლამაზ ადგილებში მესიარული არ მეზარება და არ მღლის, ნუ თუ მღლის სასიამოვნოდ მღლის, ესე ვთქვათ. მე თბილისის ზღვიდან წავედით, დიდუბეში ცხოვრობს ეს ჩემი მეგობარი და იქ იმაში ვიჯექით, რა ქვია მაგ პარკს. დიდუბეში არის რაღაც პარკი. გამახსენდება ალბათ ცოტა მოგვიანებით სახელი. მაგ პარკში დავჯექით, ბატი-ბუტი მქონდა წაღებული, სახში გაფაშკვალებული, ესე მიჩკა, მზეს უმზირავი იყიდე კიდე და დავჯექით პარკში და ბატი-ბუტს ვჭამდით და თან ვლაპარაკობდით, რა ვიცი. მერე შევიარეთ იმაში, კარფურში. ესე იგი, ისეთი მოწესრიგებული მაღაზიაა, რომ მართლა კეთილი შურით მშურს. ძალიან მოწესრიგებული, გაწკრიალებული მაღაზიაა. მაგრამ იქნება მოწესრიგებული და გაწკრიალებული, იმხელა ფასები აქვს გადავირიე. ანუ მართლა გადავირიე. ბატი-ბუტი დედაჩემს მოყავდა ხოლმე, რა ვიცი, ერთი ნახევარი მეშოკი ბატი-ბუტი ალბათ. პოპკორნს რასაც ეძახით. ხო და მოვდიოდი, გამომატანა ერთი დიდი პარკით ბატი-ბუტი. და დიდად ხშირად არ ვაკეთებდი ხოლმე, ეს ბოლო პერიოდია ვაკეთებ ხოლმე და საღამოს რო წამოვწვევი, თან სერიალს უყურებ და თან ბატი-ბუტს მივირთმევ. კარფურში ღირდა, ამხელა ერთი ცუცქნა შეკვრა, ბატი-ბუტი აი როგორ გითხრათ, ამ სიმაღლე და ამ სისხლრა 8 და რაღაცა ღირდა. და ამ ჩემ მეგობარს ვეუბნები, რომ მეთქი, ესა თქო რა, ესე იგი დედაჩემს თურმე 1000 ლარის ბატი-ბუტი მოყავდა ყოველ სეზონზე თქო და ეს რა ქვია, კი არა და 1000 ლარის ბატი-ბუტი მნადება სახლში და არ ვიცოდი თქო რა. მე დავხედე გაყინულ ბარდას. გაყინული ბარდა, გაროხი. პატარა შეკვრით ღირდა 9 ლარი. და დედაჩემს მოყავდა ხოლმე სოფელში, რა ვიცი რამდენი იცით, ერთი 5 პარკს ყინავდა ხოლმე რა საყინულეში. და მე ახალ წელს აღდგომას რაღაცა ვენეგრეტს გააკეთებდა, რაღაცა იყენებდა ამ ბარდას. ეგეც გამომატანა, მაგრამ მე ვერ გამოვიყენე ვერაფერში, მაცივარი მე არა მაქვს, რო საყინულეში შემევდო და გამიფუჭდა. ოცარი ფასები აქვს რა, ეს და თბილისი მოლი, სითი მოლი, ისეთი მაღაზიები და ისეთი
სასწაული ადგილები გვაქვს საქართველოში, რომ გეგონება მილიონერები ვიყოთ. არა, საქართველოში არის მილიონერები, ხა ვისაც აქვს მაგის საშუალება დადის, მაგრამ კარფური მართლა ჩემთვის ძალიან უბრალოდ ზედმეტად ის არის რა, ჩემთვის ზედმეტად ზია რა. ერთი ჩიპსი ვიყიდე, ოღონდ ისა რა ქვია, დაღლზე ხო ელაგა ჩიპსები. მაღლა ეწერა 2 ლარი, დაბლა ეწერა 4 ლარი. 2 ლარი ღირდა მეგონა და ავიღე 2 ცალი. ზოგადად კოდებით ვაკვირდები ხოლმე, მე ხა სპარში ვმუშაობ და ყოველთვის გამოცდილება მაქვს და ყველა მაღაზიაში კოდებით ვეძებ ხოლმე პროდუქციას, რომ ისა მარტივად გავიგო ფასი, იმიტომ რომ ვიცი ახლა რა სიტუაციაც არის, ადამიანები ვართ და ზოგჯერ აერევათ ხოლმე ფასები ერთმანეთში, იმხელა მაღაზია ამით უმეტეს და ჩემთანაც ყოფილა შემთხვევა, რომ პირადად მეც რაღაცა არასწორად დამიდია ფასი ან გამოვჩენი ან რაღაცა და ამიტომ სხვა მაღაზიაში რო შევდივარ, ჩხუბს კი არ ვიწყებ, რომ ვაიმე ეს რა არის ეს ფასი, რატო გიდევთ არასწორად. ადამიანურად წყნარად შვიდად კოდით ვეძებ ან რაღაცა გამოსავალს პოულობ მარტივს. ხო და ესე იგი რომ ნახე რომ 4 ლარი ღირდა, ერთი დავაბრუნე და მარტო ერთი ვიყიდე. და ეს რა ქვია. იყო მართლა. აი ტაკისის ნაირი იყო. კლათ ტაკისისავით გემრიელი ვერ იყო, მაგრამ დორიტოსზე ბევრად უფრო გემრიელი იყო რა, ტაკისის ნაირად ესე ბრტყელად დახვეული ჩიპსები იყო, რა ქვია, პატოსი. პატოსი ქვია, კი უცნაური სახელი კი აქვს, მაგრამ ძალიან გემრიელი იყო მართლა. ბევრიც ეყარა. იმას ტაკისთან შედარებით, ტაკისში ერთი ცოცხლაყრია ხოლმე. ის საინტერესო და სასიამოვნო დღე გამოვიდა, მართლა ამოვისუნთქე და ისევ მომემატა, ესე ვთქვათ, მოტივაცია და რაღაცებზე სამომავლოდ ისევ დავფიქრდი. აი ესე ვარ ხოლმე ძალიან ხშირად რა, რაღაც პერიოდში გადაღლილი ვარ და აი რა გავაკეთო არ ვიცი ხოლმე, რაღაც პერიოდში უბრალოდ დასვენებული ვარ და სულ სხვა თვალით ვუყურებ სამყაროს, მოტივაცია მემატება. მართლა გუშინდელმა დღემ ისეთი სიმშვიდე მომანიჭა, რომ სულ სხვა თვალით ვუყურებდი მართლა სამყაროს. რაღაც გეგმები მაქვს სამომავლოდ და რავი რა, ყველაფერს შევძლებ აუცილებლად იქნება ხანდახან გადაღლის პერიოდი, მაგრამ ესე ხშირად რომ მაწუხებს გადაღლილობის პერიოდი, მე ამ ფაქტს ვერ ვგუობ, ესე ვთქვათ. ანუ ესე ხშირადაც არ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭს მაწუხებდეს, ესე ვთქვათ, გადაღლილობის პერიოდი. თვეში ერთხელ შეიძლება, მაგრამ ყოველ კვირაში ერთხელ. ну მოკლედ, წავედი ახლა გავიქეცი, როგორც ყოველთვის გავრბი ვარ და დამიწერეთ რავი, თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით. რამდენად ხშირად გაწუხებთ გადაღლილობის პერიოდი, მით უმეტეს იმათ, ვინც მუშაობთ და როგორ უმკლავდებით რავი, რა დამიწერეთ მოკლედ ყველაფერი კომენტარებში. წავედი ახლა აბადროებით. საშინელი ქარი. მარტივებს ქარი.
ძალიან მაგარი ადგილია.